წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. მშვიდობის ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ტრადიციული სპორტული ტოქ-შოუ ალბათ შეიძლება გარკვეულ ნაწილს მენელის გაუგვირდეს, თუ ესოდენ მნიშვნელოვან და ბრწყინვალე დღეს და უპირატესად კიდევ ერთხელ გილოსავთ აღდგომის და გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულებს. დიდი ბრწყინვალე შვიდეულის კვირა დაიწყო და ბუნებრივია თქვენ მონამორჩილს არ ქონდა უფლება რომ დღევანდელი გადაცემა გამოეტოვებინა მით უფრო ქართული სპორტის მხრივ რა ჩამოთვლის და რა მოთვლის იმ მართლაც დიდებულ და შეიძლება ითქვას განუზომელი ღვაწლის მქონე სპორტსმენებს, შემდგომ უკვე ჩინოვნიკებს, რომელთაც ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოები შევიდნენ და მისი განვითარების და წარმატების საქმეში ძალიან დიდი როლი ითამაშეს. სიმართლე გითხრათ, ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, თუ ეხლა ბუნებრივია ყველას ვერ მოიცავ სამწუხაროდ ერთ გადაცემაში და ვიზე შევაჩერებდი აქცენტს. შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება ცოტა გადაჭარბებულათაც კი მოგეჩვენოთ, რომ არა ეს ორი დიდი ადამიანი და თქვა, რომ ქართული კალათბურთი არ იქნებოდა, არ ყოფნას ეხლა მე არ ვეძახი, ბუნებრივია, რომ საერთოდ არ გვექნებოდა ეს სპორტის სახეობა, მაგრამ ის რაც ქართულმა კალათბურთმა თავისი დიდების მწვერვალს მიაღწია და არაერთ წარმატებას, სწორედ ამ ორ დიდ ადამიანს მიუძღვის მართლაც რბილად რო ვთქვათ, ლომისილი თუ არა მეტი. საუბარია ქართული კალათბურთის პატრიარქზე ბადონ ოთარ გორქიასა და მის მისვიჟე მიხეილ გორქიაზე, ორი ლეგენდარული ადამიანი, რომელსაც ჩვენ დღეს გავიხსენებთ და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ გორქიების ამ მართლაც უდიდესი დინასტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი ბადონი ნოდარ გორქია, ვისაც 44 წელი ხო მოგესალმებით უპირატესად ბადონ ნოდარ, კიდევ ერთხელ გილოსავთ ამ ორ დიდებულ დღესასწაულს და როგორ ბრძანდებით, როგორ გიგითხოთ, ვიზიარებ რაღაც თვის წინ ბადონ ნოდარს. დედა გარდაიცვალა და საკმაოდ რთულ ვითარებაში მომიხდა ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრის მოწვევა. ბადონ ნოდარ, თქვენ უკვე 45 წელიარას პროფესიულ კალათბურთში ხართ, თუ მეხსიერება ამღალატობ 68-69 წლიდან დაიწყო თქვენი როგორც მოთამაშის, შემდგომ უკვე მოთამაშე მწვრთნელის, ასევე ჩინოვნიკის, იგივე თუ გნებავთ შემდეგ საკალათბურთო აგენტის და პრაქტიკულად თქვენ ბრძანდებით, არ ვიცი ახლა ეს ზუსტად შეიძლება ვთქვა თუ არა, ერთგვარი რეკორდსმენი საქართველოს მოქმედ ქართულ კალათბურთელთაგან ხანდაზმულობის მხრივ თამაშით, ხომ? 42 წლის ასაკში კიდევ მოედანზე იყავით. და არც თუ ურიგო და კიდევ სუმცირე 10-12 ქულდა თქვენი მონაგარი ეს სტაბილური იყო, რო არა უკვე შედეგიანი გადაცემების და ის საკმაოდ ფასეული სამუშაოს გაწევის თქვენი გამოცდილებიდან, კლასიდან და ოსტატობიდან გამომდინარე. ბადონ ნოდარ, ამჟამად კალათბურთთან რა შეხება გაქვთ, გარდა იმისა, რომ ბრძანდებით ჩინოვნიკის მხრივ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და გამგეობის წევრი და ერთ-ერთი აქტიური ფიგურა დღევანდელი ქართული საკალათბურთო ხელმძღვანელების. პირველ რიგში მინდა მოვესალმო რადიო მსმენელებს და მოულოცო ეს დიდი დღესასწაულები, რაც უშინდა დღეს გქონდა ჩვენ და დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. ახლა ამჟამად სიმართლე რო გითხრათ, რომ ოფიციალ არც გუნდი მყავს, არც არა, იმიტომ მე მუშაობ ერთ ორგანიზაციაში, სადაც ცოტა დროის ფაქტორი მიშლის ხელს, რომ უფრო მეტი დრო მიუძღვნა კალათბურთს. მაგრამ მაინც ყოველდღიურად ვცდილობ, რომ ისე რაც ჩემი წვლილი მაინც შევიტანო, თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ერთი ოჯახის ერთ ოჯახში 5 ვაჟკაცი იზრდება, რას ქვია, ახლა ჩემთვის ყველანი არიან პატარები, ყველაზე პატარა არის 6 წლის, მე ქვევიდან გავაგრძელებთ 11 წლის, 16 წლის 2 და 7, 20 წლის და 21-ის 2 და 9 და 2 და 9. რევაზიშვილებზე მაქვს საუბარი. და დიდი სიამოვნებით ბატონ ჯამლეთან ერთად მუშაობ მაგ ბიჭებთან. ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს ვარჯიშები საღამოს 9 საათზე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი თამაშობს უკვე სხვა კლუბებში, მაინც ნახულობენ დროს და რა თქმა უნდა ჩვენც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ბიჭები რაც შეიძლება მაღალ დონეზე ავიყვანოთ. სამწუხაროდ უფროს გიორგის ახლა ტრავმა აქვს და ალბათ ერთ ნახევარი წლით მაინც გამოეთიშა.
საქართველოს ჩემპიონატს, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩადგება. ხოჭოზე ბევრი იწერება ბოლო პერიოდში, პრესაც საკმაოდ ისე უნარიანად ეხმიანება და შეიძლება ითქვას, რომ სერიოზული იმედები მყარდება, ხო, ბატონო? საერთოდ რა თქმა უნდა, თქვენ ახლა გახსოვთ ის პერიოდი, როდესაც მე ვთამაშობდი დინამო თბილისში და საერთოდ დინამო თბილისის ისტორია, სადაც სანთლით ვეძებდით 2 მეტრას აცილებულს მოთამაშეს. ბატონი ანზორ ლეჟავა იყო თავის დროზე ბონდო ბოლქვაძე, ოდნავ აცილებული 2 მეტრას და ბატონი ანზორი იყო 2.8. კი, ეს 60-იან წლებში. დიახ, და ეხლა თითქმის ყველა გუნდში, აი ერთ ოჯახში, გავანებოთ გუნდს თავი. ამ ერთ ოჯახში 2.7, 2.9 და 2.9, 3 ვაჟკაცი იზრდება, ხო? ნუ ახლა როგორ შეიძლება თქვათ, რომ მაგათ პერსპექტივა არ აქვს. ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. ეხლა ყველაფერი დამოკიდებული არის თვითონ მათზე და იმ ხალხზე, ვინც მუშაობს მაგათ გარშემო. ბატონ ჯანეთ ხუხაშვილი, რა ვიცი, ისე თავის შვილებს და შვილიშვილებს ისე არულის, როგორც მათულის, რა. თავის დროზე გიორგი შერმადინი იყო ზუსტად იგივე სიტუაციაში და მთელი გუნდი იყო აწყობილი მარტო იმაზე, რომ განასულიყო დიდი კალათბურთელი და ნუ რომ არა რაღაც ტრავმები ამ პერიოდში დღეს უკვე იქნებოდა ერთ-ერთი უძლიერესი, მე ვთვლი რომ ნუ 5 წლის წინ, როდესაც ბატონო ჯანლეტა გაგვიშვა მე და გიორგი ჯერ ლოს-ანჯელესში და მე ლას-ვეგასში და დრაფტისტვინ მოსამზადებელ პერიოდს გავდიოდით იქ. ნუ ტრადიციულ კემპებზეა, ხო, საუბარი? არა, ჯო აბუნასარის საკალათბურთო აკადემიაში ვარჯიშობთ 4 თვის განმავლობაში, სადაც ვარჯიშობენ ნუ თითქმის ყველა ვარსკვლავები NBA-ში. თქვენ ხო მოგეხსენებათ, რომ ზაფხულის პერიოდში არც ერთ პროფესიონალ მწვრთნელს არ აქვს უფლება ჩაუტაროს თავის გუნდს ვარჯიში. არც ინდივიდუალურ ვარჯიშზე საუბარი, არც გუნდურ ვარჯიშზე. ისე ეს კაცად ისჯება. და ესენი იძულებულები არიან სხვადასხვა ადგილებზე, სადაც აი ესეთი აკადემიები არსებობს მრავლად შეერთებულ შტატებში, მანდ ისე იგი ჩადიან და ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. ზუსტად ერთ-ერთ ასეთ ადგილას ვიყავთ ჩვენ. და ნუ არ ვიცი, გიომი შესანიშნავად აჩვენა თავი. დღესაც 2008 წელს იყო ესე, დღესაც Portland Side-ზე უდევს ვოკაუთი, რომელიც ჩატარდა, ნუ ჩვენებურად ვარჯიში, საჩვენებელი ვარჯიში, რომელიც ჩატარდა Portland-ში. ნებისმიერ რადიომსმენელს შეუძლია გადაამოწმოს ჩემი სიტყვები, შევიდეს. არა, Side-ზე და არც არავინ შეიძლება დაიშვას. მე ოკლენდში საერთოდ რაღაც სასწაული ჩაიდინა. მან გაუცებული იყო ძალიან ძნელი ახალგაზრდა ბიჭისთვის 19 წლის გახდა იქ ლას-ვეგასში 19 წლის ბიჭისთვის ძალიან ძნელია 60 ისე იგი სპეციალისტის წინაშე გამოვიდეს აქედან 13 უბრალოდ მწვრთნელი NBA-ს კლუბების და დანარჩენები ზოგი თავი მენეჯერი ზოგი ფლობელი ზოგი კორესპონდენტი და ნუ არ ვიცი ეხლა თქვენ მოგეხსენებათ 2016-ისთვის სამქულიანის როლა რა არის და მით უმეტეს NBA სამქულიანი და დანარჩენზე არ ვილაპარაკებ ვარჯიშის ბოლოს როდესაც 6 მოთამაშე იღებდა მონაწილეობას ამ ვარჯიშში როდესაც დააყენეს სამქულიანების სასრულად საუკეთესო შედეგი ჰქონდა გამთამაშებელს საერთოდ იოლიას როლა. უნებრივია, მაჯა დაყენებული და 25-დან ჩააგდო 9 ბურთი და გიოს ჰქონდა ჩაგდებული 15. ეს იყო რაღაც ფენომენალური შედეგია. რა თქმა უნდა, ის რაღაც ფსიქოლოგიური წრეხის გათვალისწინებით მაინც ხო არის ადაპტაცია. ნუ აი ეხლა როგორ გიქნა, ეხლა დაწუნებული ვარ, რომ ნებისმიერ მოთამაშე იგივე გამთამაშებელი გამოსულიყო და მარტო დამდგარიყო დარბაზში, გაცილებით უფრო მეტ ჩააგდებდა და 25-დან 9-ს დღეს ვეძახიან რომ ვთქვათ 35% სამიანების ჩაგდება და 40% საერთოდ სასწაულია მე არ ვთვლი რომ არის სასწაული იმიტომ რომ რაღაც ჩვენ სხვა კრიტერიუმები გქონდა თავის დროზე ჩვენ 10-დან ახლა 5 ბურთს ჩააგდებდი და კმაყოფილი გამოსულიყავი მოედნიდან ასეთი რაღაც არ არსებობს იმიტომ რომ ნუ რა ვიცი რაღაც თანამედროვე სტატისტიკა ცოტა შორს არის ჩემგან ეს სხვა კრიტერიუმები გვაქვს რა მაგის მიმართ და დრო გამოდის ბიჭი და აგდებს სანდეს ხო და ისინი
ნახდათ არანაკლებს ჩააგდებდნენ. წყნარ სიტუაციაში ყო, მაგრამ 60 კაცი რანაირი 60 კაცი რო გენახათ რა. ეს კრისმული მიდგა ჩემ გვერდში და გაუსთა კაცი, რომელიც იძახდა რომ ჩავედი ოკლენდში, ახლა ჩატარდა ეს ბევრი მოთამაშესთან ასეთი ვოკაუტი, ხო? და თავიდანვე წინა დღეს რო შევხვდი, მითხრა რომ ჩვენ ცენტრალურ თავდასხმელით არა ვართ დაინტერესებული და ამ ვოკაუტის შემდეგ მითხრა ხვალვეო ალბათ ან ზეგვე შევხვდებით. ნუ სამწუხაროდ რაღაც მომენტები იყო ალბათ ჩვენი აგენტის, ამერიკელი აგენტის ბრალიც იყო მაშინ, რომ მოხსნა დრაფტის სიიდან და იმავე წელს უბრალოდ ვერ მოხდა და მე ნუ ევროპაში გადავიდა რაღაც მიზეზების გამო. ერთ პერიოდი კარგად თამაშობდა, მე შაშან ტრავმა მიიღო მძიმე და ეხლა ჯერჯერობით ისე თავის დონეზე არ დგას, მაგრამ წელს ექნება მე მგონი ეროვნულ ნაკრებში გაცილებით უფრო მეტი დროს სათამაშო და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გახდება ნამდვილად გუნდის ლიდერი. არდა ურთულესი ევროპირველობა გველისხმობა დონიდან უნებრივია გუნდი პირველად რჩება ესოდენ საპასუხისმგებლო შეჯიბრის წინ თავისი ქარიზმატული ლიდერის და სამყარო ცენტრის გარეშე. თან სამწუხაროდ გამომდინარე იქიდან რომ მხოლოდ ერთი ლეგიონერის სკოლის უფლება გვაქვს, ხო, პრაქტიკულად განაცხადი მაქვს ხედველობაში ამ ხრივაც იქ სერიოზული პრობლემა უკან პირველ ნომერზე, ნუ რჩება პრაქტიკულად პულენი ურიგო მოთამაში არ გახლავთ ნამდვილად, თუმცა მთლად სტაბილური თამაში ვერ გამოირჩევა და პრაქტიკულად ეხა გოგოშკოს თავიდან მოუწევს გუნდის სათამაშო ტაქტიკის და სისტემის დაწყობა, ხომ? მით უფრო ჯგუფი ურთულესია. 3 გუნდი გადის, ეხა რატომღაც ბევრს მიაჩნია, რაკიღა ყვირალა სახეებით არ არის, თქვათ, განებირებული ხორვატიის ნაკრები არ და ბადონო და ჯერ კიდევ თქვენი მოთამაშეობის შამს ის უცნობი ბჭყალებში გაგებით მოთამაშეები უმალ ხდებოდნენ ცნობილ სახეებად უდიდესი საგალბურთო სკოლა, ხო, ხორვატული, რომელიც ფუტბოლს პრაქტიკულად არ ბევრი არაფერი ჩამოუვარდებოდა, ხო, ნუ მაშინ კი ბატონო უდიდესი დონის ისა. თან საკუთარ არენაზე თამაშობენ, რაღა ლუბლიანას დარბაზში გითამაშია კომაგების მხრივ, რაღა ზაგრებში იდენტური მხარდაჭერა და იდენტური ოდენობა ექნება. რაღა საბერძნეთში ეს ტრიბუნაციული დარბაზში, სადაც რო შეხვალ კივილწილი ისეთი გესმის რომ შეიძლება თუ არ ახარ გამოსტილი მოთამაშე შეიძლება საერთოდ დაგავიწყდეს სასთამაშო. ბატონო, მოდი დამეთაყვეთ, ნუ მოვითხოვ და არ სიტყავს არავინ ეხა ბიჭებიდან პირდაპირ ჯგუფში და სამეულში მოხვედრას, ნუ ესპანეთზე აღარ ვლაპარაკობ, მასპინძელი სლოვენი არა მარტო ჯგუფში არამედ სპეციალისტა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ისეთი შემადგენლობა ყავს და საკუთარი ბოიდნის უპირატესობის ფაქტორის გათვალისწინებით, რომ შეიძლება სლოვენიამ სერიოზულად ბოლომდე იბრძოლოს. საერთოდ ერთ-ერთ მედალზე იბრძოლოს ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მაგრამ მთლად სკეპტიკოსებსაც ალბათ დამეთანხმებით, რომ უნდა ცივი წყალი გადავასხათ, რომ ნამდვილად არ უნდა გქონდეს მიუხედავად აი ფაჩულიას არ ყოფნისა, ასე მოსალოდნელი ერთგვარი ფიასკო. რა თქმა უნდა, ასე რომ თქვა უხეშად საგალბურთო ენაზე რო თქვა ფარი თავზე გადაგვახიონ, გადაგვირბინონ, გადმოგვირბინონ, ხუთივე თამაში წავაგოთ და რაღაც დამთავრდეს რაღაც ასეთი სურათი ნამდვილად არ იკვეთება, ხო? დღევანდელი ქართული რესურსიდან გამომდინარე. საერთოდ ერთი რაღაცის თქვა მინდა რა. ეხლა ევროპაში არსებობს ერთი გუნდი, რომელიც აი გაცილებით უფრო მაღლა დგას სხვებზე, მაგრამ წინა ჩემპიონატზე თუ არ ვთქვი თურქებმა შეძლეს დამარცხება ესპანელებს. კი, ჯგუფში მოუგეს. ხო, ნუ ეს არ ნიშნავს, რომ თურქები უფრო ძლიერები არიან, მაგრამ რას ვიძახი? ესპანელებთან, აი ნამდვილად ესე იგი, აი ეს ხელებს ავწევ შანსი პრაქტიკულად რა, თუ ძალიან დიდი იღბალი გექნება, მაშინ შეიძლება მოგება, მაგრამ დანარჩენ გუნდებთან, აბსოლუტურად ვინც არიან, თავის ლიტვიანად, თავის ხორვატიანად, თავის სლოვენიანად, საფრანგეთით და ის ასე შემდეგ, ხო? ყველასთან შეიძლება თამაში. თუ რა თქმა უნდა, ნუ მანდაჟი არ უნდა კონდეს მოთამაშეებს და ეხლა ჩვენი ბიჭები არიან წელს განმავლობაში ერთად თამაშობენ და გამოცდილები არიან. მართალია სკამი არ აყვას ეხლა გძელი. ზაზაფაჩულიას სახით ძალიან არა ბუნებრივია, მაგრამ ყურები არ უნდა ჩამოყაროთ მაინც. თავისუფლად შესაძლებელია თამაში. ნახეთ, გუშინდელი თამაში, დღევანდელი დღესდილი თუ არა, გუშინ საღამოს ინდიანამ სასაული. საერთოდ თამაშები შაშანდელ ჩემპიონატში დალასისგან არავინ არ მოულოდებოდა მოგებას. რაკნა ჩემპიონატი მოიგო. კი, საერთო ჩემპიონი. ანუ არავინ არ თქვას, რომ შანსი არ არის. ერთი გუნდი არის ძალიან ძლიერი, დანარჩენები არიან დაახლოებით ერთი დონის
გაჩნია დაწყებას, თამაშის დაწყებას რა განწყობით გახვალ თამაშზე. ეხლა თავის დროზე რომ თამაშობდი და ყველაფერს გეფიცებ ტრიბუნაზე რომ დავждდებოდი ხოლმე საბჭოთა კავშირის პირველობას უყურებდი დინამო მოსკოვს რომ დავინახავდი და RTS-ს რომ დავინახავდი CSKA-ს და სტროიტერს მეთქი ამათა საერთოდ აი როგორ თამაშო ლენინგრადის სპარტაკი ლენინგრადის სპარტაკს იხელა სიმაღლე არ ყავდა თორემ ძალიან კარგი გუნდი იყო უშუალოდ ფარს ვამბობ არა და ამ დროს მიშა და იურა ისეთ სასწაულებს იურა პულასკის გუნდის ისეთ სასწაულებს აკეთებდნენ რომ ტკაჩენკოს და ბელასტენის უგებდნენ ფარს ისე იგი ნუ რა ვიცი ეხლა ის ალბათ ცოტა სხვა დონის კალათბურთი იყო მაშინ იმიტომ საბჭოთა კავშირის პირველობა იყო ძალიან მაღალი დონის ნუ მაგას მაგალითად მეტყოლებს რა დინამო თბილისი ჩვეულებრივი ძალიან კარგად მახსოვს განგრენის ტურნირი ჩატარდა თბილისის სპორტის სასახლეში 19 წლის ღლაპი ვარ მაშინ პირველად საერთოდ პირველად ხუთეულში მოხვდი რატო მოხვდი ხუთეულში ვეთამაშებთ საბჭოთა კავშირის ნაკრებს და საბჭოთა კავშირის ნაკრებში არიან თან მიშა და საკო თამაშობენ საბჭოთა კავშირის ნაკრების სახელით და გამოვედით დავინახეთ ბელოვი პაულაუსკასი და ასე შემდეგ ისე სოფლიო გალბურთის ლეგენდები არა მარტო ევროპის პირველი ორი ბურთი ისე გამოვიდა რომ ისე იგი პაულაუსკას მოდესტა პაულაუსკას ვიჭერდი და წავართ ერთი ბურთი ჩავაგდე ორი თულს უკეთ საბჭოთა კავშირის ნაკრებს წამოვიდა მეორეც მოვპარე ბურთი და ჩვენ მირიანაშვილი ილო მირიანაშვილი იყო ორი წელი დინამო თბილისი და დამიყვირა და ზევიდან ბაქ ზევიდან 4 თულს უგებთ მეთქი ანშუკი ჩაქრობის ამაინც მოხდეს შემდეგ შეტევაზე კიდე მოდეს ვიჭერდა აი მოკიდა ბურცხელი თვალებში მიყურეს ნუ სასწაულ პოზიციაში მე ჩამჯდარი ვარ აი ეს შემომხედა და იდაყვი ყბაში წარმოგიდგენე და მოძია იმიტომ ეძახოდნენ ბაულავსკას და ყველაზე ცირკერე მე მომცეს ჯარიმა კიდე რომ გაიგიზდი რა რას ვამბობ იმ გაგრის ტურნირზე ჩეხეთის ნაკრები იმ პერიოდში იყო ბრინჯაოს მედლების მფლობელი ევროპის პირველობის თელი შემადგენლობით იყვნენ ჩამოსული მოვგეთ 5 ქულით მიშას და საკოს გარეშე წარმოიდგინეთ ეს ყვები 71 არც კოლედემგილი არ ყავდა მაშინ რა ერთადერთი იურა ძიძიგური ყავდა 2-2 სიმაღლეზე და -7 თვალები აი ამ შემადგენლობით ვეთამაშებოდი და მე 79-ში მქონდა გლასპარტაკია და ჩატარდა ლიტვაში ვეთამაშებოდი პოლონელებს პოლონეთის გუნდში თამაშობდა ევროპის საუკეთესო მოთამაშე გენეკ კიევსკი და ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე აღიარებული პოლონეთის 12 ქულით მოვუგეთ მაშინ მიშა და საკო უკვე აღარ იყვნენ ჩვენთან რა ესე იგი მეატოვეს და ესე იგი სად დინამო თბილისის დონე ანუ ამ დროს დინამო თბილისის საბჭოთა კავშირის პირველობაზე მესამე მესამე გვიჭირდა ნუ გვიჭირდა რა ერთხელ ავიღე და სპარტაკიადაზე და სპარტაკიადაზე კი ხო მესამე ადგილი კიდევ ნუ ეხლა თბილისში სანამ ავიღებდით თბილისამდე ჩავატარეთ ბევრი თამაში და იმ თამაშებზე მოვიპოვეთ ის პოზიცია და მე მოგცა საშუალება იმისა რომ მესამე ადგილი დავიღო აქ მე ძალიან კარგად მახსოვს რომ დინამო მოსკოვი მაშინ ხელმძღვანელობა დინამო მოსკოვის დარეკა მოსკოვში რომ მოკლედ საჯობა არის ჩვენ წინავე რაც სასწაულეთ ჩამოდითო გვიშველეთო ჩამოვიდე მაგათ წარმომადგენელი და 35 ქულით მოვუგეთ და იგივე აეროპორტში წავიდა და მაშინ ფეცენკო ჟიგილის სტანდები ყავდა ხო თუ არსები უკვე უსერიოზულესი გუნდი არა ძალიან ბოლოშევი თამაშობდა თან მემორიალები რომ გაიხსენოთ თუ გნებათ პირველად 79-ში ამიყვანეს ლევანის კედელი ამიყვანა დინამო თბილისში და ისე იგი შემდეგ სეზონზე დუბლების პირველობა ჩატარდა. საბჭოთა კავშირის პირველობა ჩვენ მოვიგეთ მეორეც მოვიგეთ. პირველი დავმარცხეთ 5 ჯერ მაინც ჩემპიონატის პირველობაში მაინც პირველ ადგილზე გავედით, მეორე წაუგებლად ჩავატარეთ. და CSKA დაგვიყენა თბილისში სამი საერთაშორისო დამსახურებული ოსტატი, ანუ ოლიმპიური ჩემპიონი. და ორი საერთაშორისო კლასის ოსტატი ხუთეულში. ვანია დეშკოც გამოვიდა ის ბოლო პასის მიცემი 71-ში. ისე იგი და სპორტის სასახლეში და მოუგეთ ის თამაში. თემ ცირკი იყო მოუგეთ. დაჟე ვანია დეშკო როდესაც გამოვიდა იმაზე მიშა იდგა ხურდებოდა და მაშინ იყო ოფლება ქონდა ნებისმიერ მოთამაშეს 40 წუთი ყოფილიყო
მოედანზე დუბლებს და ძირითად შემადგენლობის ჯამში. დიახ. და ვანაც რო დააყენეს, მილასერდო თამაშობს, პეტრაკოვი თამაშობს და რა ვიცი, კოვალენკო, რაღაც საშინელი შემადგენლობა და რაღაც ქურაქურაზე მიდევი, მიშე გამოდებს შემიყვანეთ მათამაშეთო და ერთი ორი წუთით შემოვიდა რა. და კანდრაშინდა შეეშინდა რომ დავჩაგრავდნენ აღარად ხო? დაინახა რო ასეთ, იმიტომ წაუგებლად ვამთავრებთ, ისიც პირველზე გავდივით, მაგრამ არ გვინდოდა რომ წაგვიდეთ. მე ბოლო გასული თამაში მქონდა ლენინგრადის სპარტაკთან. მაშინ მიმოსვლითი სისტემა იყო ხო? კი, 10 გუნდი იყო, 10 გუნდიანი ჩემპიონატი იყო. და კანდრაშინმა დაგვიყენა ძირითადი შემოადგენლობის 10 მოთამაშე, ბერლოვის და ბალშაკოვის გარდა, დანარჩენი 10 კაცი. 12-დან თავისი მსაჯებით პიტერში თამაში მოვიგეთ. ეხლა ადმისად მე ეხლა იმას არ ვიძახი რომ ჩვენ უკეთესები ვიყავით თუ რაღაცა. ეხლა ჩვენი ბიჭები კაი დონის კალათბურთები არიან. თუ გნევა პაჩულია ამდენ წელს განმავლობაში თამაშობს NBA-ში. ზაზა უკვე კარგი ხანია. რომარ ყოფილიყო მოთამაშე, არავინ არ გააჩერებდა ახლა. მამჩარ მაჩეიც. მარკოიშვილი უკაცრავად. მამჩარი. ნე. აი უსაყვარლესი პიროვნება, ის მე ასეთი მომარჯიშე ბიჭი არ მინახია საერთოდ რა. სადაც კი მივიდა, ნებისმიერ გუნდში. საქართველოს ნაკრებში, სულ იხარჯება ბოლომდე და მაგიტომ ვიძახი, რომ აი ესეთი ბიჭები რო ყავს, მაგიტომ ჩვენ ყურები არ უნდა ჩამოყვათ, ბოლომდე უნდა ვითამაშოთ და დიდი შანსი გვაქვს, რომ მაინც მივახციოთ რა. ბატონო და რამაში თქვენი არ სულმოგზაურებული წვლილია, აი ზუსტად მე როცა ასაკი ვახსენე, მოქმედი კალათბურთელის ასაკი, ზუსტად ყველაზე ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, როცა არა სინათლე უკვე საერთოდ პური არსობის ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით დადგა საკმაოდ რთულად საშოვი 90-იანი წლების დასაწყისში მისი შუა პერიოდი და ის სწორედ მაშინ საქართველოს ეროვნულმა ჩემპიონატმა არც თუ ურიგო დონე შეინარჩუნა, რაშიც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საკმაოდ დიდი წვლილი ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს მიუძღვის. ჩვენს გადაცემაში მცირე სარეკლამო ჭრა და ბატონო და რუბრიანია დაუბრუნდეთ, გადავინაცვლოთ მოდით 60 წლის წინ მე აღნიშნე გადაცემის დასაწყისში რომ არა ოთარ ქორქია და ოთარ ქორქიას ფაქტორი და მისი მართლაც უზადო და ფენომენალური თამაში ქართული კალათბურთი ნამდვილად ვერ შესძლებდა წარმატების მიღწევას. აი შემდგომ კი უკვე 60-იანი წლების მიწურულიდან ურიგო გუნდი არ ყვავდა, თუმცა იყო დამეთანხმებით საკმაოდ რთული თაობათა ცვლის პროცესი დაწყებული. ლეგენდები წავიდნენ, მოვიდა ახალი თაობა, პარალელურად უკვე რუსეთში 10 მაგად მზარდი იყო და არა მარტო რუსეთში, უკრაინაში და ბალტიისპირეთში და ამ ფონზე ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის და ბუნებრივია მიხეილ ქორქიას თაოსნობით რომ ქართული კალათბურთი არ დაკნინებულიყო და თუნდაც შემდგომ არ დაქვეითებულიყო ქვედა ლიგაში. არა თუ ქვედა ლიგაში ჩვენ აღნიშნეთ კიდეც რომ ერთხელ ბრინჯაოს მედალის მოვიგეთ და სპარტაკიადაზე 79-ში მესამე 79-ში ხო 75-ში უკაცრავად მესამე ადგილი დავიკავეთ. მოკლედ აი თუ რა ხდებოდა ქართულ საკალათბურთო რარიტეტებზე 60 წლის წინ და შემდგომ ამის შესახებ ჩვენ დღევანდელ გადაცემის სტუმარ ქორქიების დინასტიის თვალსაჩინო წარმომადგენელ ბატონ ნოდარ ქორქიასთან ერთად საუბარს რამდენიმე წუთის შემდეგ განვაგრძობთ. Sport Time. Radio იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ქორქიების დიდი დინასტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი ბატონი ნოდარ ქორქია. ბატონ ნოდარ, შევჩერდი საკმაოდ საინტერესო თემაზე. მართლა საინტერესო კი არა, უფრო მეტი შეიძლება ითქვა. ჩვენ ხშირად გვიხდება უდრირება რომ არ არსებობს მომავალი წარსულის გარეშე და ჩვენ უპირატესად უნდა მივაგოთ პატივი იმ დიდებულ ადამიანებს, ვინაც ქართული სპორტის, ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ კალათბურთზე და მათი უშუალოდ ღვაწლი ასე საკალათბურთო ჭრილს ცილდება და აი დავიწყოთ ბუნებრივია ქართული კალათბურთის პატრიარქით ბატონ ოთარ ქორქიათი. თქვენი ნებართვი მე მხოლოდ მოკლედ ჩამოთვლი ყველა მნიშვნელოვან ტიტულს, თუმცა თავიდანვე ვეტყვი მსმენელის იმ კატეგორიას, ვისაც უშუალოდ ბატონი ოთარის შესახებ ბევრი არსმენია, რომ მარტო ტიტულებით არ განისაზღვრებოდა ამ ბუმბერაზე ადამიანის ღვაწლი და დამსახურება ქართული კალათბურთისა და სპორტის წინაშე. დავიწყოთ იმით, რომ თბილისის დინამოს აღზევების და პირველი წარმატებების წლები სწორედ ბატონ ოთარ ქორქიას როგორც მოთამაშეს და გუნდის ლიდერს უკავშირდებოდა. საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი ხო ბატონ ოდარ, თუ მეხსიერება არ მღალდობს. აი შემდგომ იწყება რაც იწყება 52 წელი ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ვიცე ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი და უკვე როგორც კი დაასრულა მოქმედი სპორტსმენის კარიერა, გადაერთო უმალ
და სხვა შორის ავალიშვილის ერთ-ერთი საყვარელი მოწაფე გახლდა ლეგენდარული გოგი ავალიშვილის და უკვე თბილისის დინამოს ბატონ ოთარ გორგიას ხელმძღვანელობით დინამო მიაღწია ქართული სპორტის ისტორიაში ეს მე თავმა შემიძლია დღენია და გვიმეორო და ეს აქსიომაა და რატო ვიღაცა ცდილობს შემდგომ ისე დააკნინოს რომელ თასების თასზე და იმაზეა საუბარი ევროპის ჩემპიონთა თასი მოუგეთ მადრიდის რეალს ახლა სუსტი რეალი ხო არ არსებობს ბატონო და თან არც ერთ სახეობაში ხო და თან სად იგებ ჟენევაში ხო რა პერიოდში ანუ რეალი არასათანადო ფორმაში მყოფი ესე მარტივად რომ თქვა ფინალში ვერ გავიდოდა და ყველაზე საოცარი რაღაც მოსკოვის CSKA-ს ლეგენდარულ მოსკოვის CSKA-ს მოუგეთ ორივე თამაში თან არის ხრუშჩოვის პერიოდი ეს ის პერიოდია ცოტა ახალგაზრდა თაობის მსმენელს როცა საერთოდ ქართველი კაცის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგა აქ ვაგონები ჩაუმდგარი და შესაძლოა სამზღვაროდ აი თქვენი მონამორჩილის და ჩვენი დღევანდელი განცემის სტუმარიც ეხლა უკვე ქართულ კალათბურთზე კი არ გვესაუბრა ჟეტისტუს და იმაზე ხო ეკიბასტონეცის ანუ ყაზახეთში აღმოჩენილიყავდა აი მოხდა საოცარი რამ რომ ტრადიციულად რუსებს ეს შეუდა და ეს წესი იყო ცხოვრების მაშინდელი საბჭოური იმპერიის მესვეურების რომ პირდაპირ ერთადერთი ზარი ასე რუსულად უტრირებად დაიოჭე იგრო, всё, ტელეფონი დაიგებოდა, ამით დამთავრდება. არ მოხდა, თუ ვერ მოხდა, აი რა ხდება ბატონო და თქვენ მაინც თუქსმენიათ ამ ისტორიის შესახებ. როგორ არ გვაიძულეს, რომ დაგვეთმო მოსკოვის CSKA-ს თამაში თან სად, ხო? ჩემპიონთა თასზე. თან ერთ-ერთი თამაში მოსკოვში იყო. მოსკოვშიდაც მოუგეთ CSKA-ს. ხო, ორივე თამაში აქ მაშინ მიმოსვლით იყო პლეი-ოფის ანამფინალამდე მივიდოდით, აი. ნუ მან ჯერ ესეთი ჩვენი გუნდი იყო ძალიან ძლიერი, რა. ეხლა მოსკოველებმა რა თქმა უნდა ვერ გაითვალისწინეს ისე თამაშებიან და რადომის კალათბურთელი მაგათ ეგონათ რომ რადგან CSKA პრაქტიკულად CSKA თქვენი ყოველთვის საბჭოთა კავშირის ნაკრები იყო ერთ-ერთი დინამო თბილისიდან ვერ მიყავდათ ხალხი და ნუ თუ გავალენკოს არ ჩავთვლი თუმცა კოვალენკო საკითხი სუსვანა იყო კოვალენკო უნდა გადმოსულიყო ბურესნიკიდან როდესაც ბურესნიკი გავარდა დინამო თბილისში მაგრამ ნუ სტროიტელმა წაიყვანა ეხლა შეთავაზება იყო ალბათ და კიდე ერთი გვახარიას გამოკლება არ გვახარიგერა უგაცრავად მაშინ 50-იან წლებში ასევე ერთ-ერთი უდიდესი გამორჩეული კალათბურთელი ეხლა კაცრუმ ჭადის სახელი დაავიწყდება ისე და გიორგიკიო ბატონი ნოდარი რას ბზანეთ მე ნოდარი ქვია მაგის საპატრიცემობად მაგაცობდნენ მოიდანზე თუ საუკეთესო წლები გაატარა მოსკოვში ну იყო ეს და ეხლა ორი ფაქტორი ვერ გაითვალისწინეს რომ ისე იგი ყველაფერს დადებდნენ მოედანზე აი როგორც გითხარით ტრიბუნაზე ვიჯექით და როგორ უნდა ეთამაშა და მოედანზე რომ გავდიოდი და ბურთს რომ აგდებდნენ ყველაფერი გვავიწყდებოდა და მე უკვე ვერავინ ვერ გვიდგებოდა რა წინ როდესაც ხოძზე ვიყავით ასე ჟანგონულად რო ვთქვა და თან რა კიტები თამაშობდნენ მაშინ დინამო თბილისში გაიხსენეთ უბრალოდ არა სასაული მე მივედი მე ერთ ეპიზოდს მოგიყვე 69-ში რომ მივედი დინამო თქვენ მოესწარით რაღაც ნაწილს დინამოს უკვე მე ესეთი ამაჩემის შვილი ვიყავი და მაგის გამო ახლოს ვიყავი კალათბურთთან და უყურებდი ამ თამაშებს აი რაზედაც ეხლა ლაპარაკობთ ეხლა ჟენევაში რა თქმა უნდა არ გამიშვებდა მაგრამ დანარჩენ თამაშები რაც იყო ჩატარებული სპორტის სასახლეში რა ნუ სასწაულს ახდენდნენ სასწაულს ხაერში გაჩერება და ორი აი ეს თამაშები უშუალოდ ბატონო და უგაცრავად გახსოვთ ეს SKA-სთან და CSKA-სთან ჩემპიონთა თასის SKA-სთან არ მაქვს წინა ჩემპიონატი რო წააგე 61-ში მაგრამ 62-ში აქ თამაშები მაქვს აქ უკვე გახსოვთ სიმენტალთან მაქვს სიმენტალთან რო წავაგეთ და მე ესე იგი იქ იტალიაში მილანში მოვუგეთ სასწაული ჩაიდინეს 4 ქულით აქ და 5 ქულით იქ მოვიგეთ სხვათა შორის ორივე თამაზე ბოლო წამებზე გურამინაშვილი ჩააგდო ბურთები ისე რომ არა გურამის ბურთები ისე იგი ვერ მივახდინეთ ამ შედეგს და რას ვამბობ ვერ გაითვალისწინეს ეს ფაქტორი და ძალიან დიდ პატივს სცემდნენ ჯერ ესეთი როგორც უძახდნენ მიხალეს ოთარ მიხალეს ისე იგი ვერ იცოდნენ რომ არ დათმობდა თამაშს იმიტომ იყო მანამდე 10 წლით ადრე ეს შემთხვევა როდესაც VVS ჭირდებოდა მოგება და მიმართეს მამაჩემს აი რაც მინდოს რომ VVS-ის ასე ვთქვათ პრეზიდენტი თავკაცი ყველაფერი იყო ვასილ სტალინი უმცროსი სტალინი რომელსაც ძალიან უყვარდა სპორტი მაშინ ფეხბურთის და კალათბურთის იქ ერთ-ეგივე გააკეთა ხო ბრძანები შეყარა უცებ გააერთიანა ფაქტიურად საბჭოთა კავშირი ორი ასე დავარქვა ნაკრები გუნდების დონეზე შექმნა სადაც პანტაპუნდით ბრძანებით მიყავდათ ხალხი ხო ხო
ესე იგი შესთავაზეს, არ ვიცი, რა არ შესთავაზეს, როგორც და წაეგო თამაში და ბიჭებთან მიუშვა რა. მე გამანებეთო თავის საერთოდ რომ დაელაბა ბიჭებიც ზუსტად ამჩების მხარეს იყვნენ, არანაირი მიცემა და რაღაცა მოხდა ესე თამაშის დაწყებისას ორი ბურთით დააკარგა რა. ამჩა ერთი ბუღზე მოხდა, ერთი არ ვიცი რა გამაზა თუ ეხლა მაგდროს არ ვიყავით და ბიჭებიც ცოტა წავიაზრეს რა. რა მიხარიშო ყვიდი რა. ეგრე არ უნდა მარტო გადაუვარა ინვესტის გულს და მე საღამოს თეატრში იყვნენ დედაჩემთან და გიორგი ავალიშვილთან ერთად რა. და друг თელიგუნდი ვესის თელი შემადგენლები და ну что მიხალыч поймали ეუბნებიან. რა გაწია რა ბატონი გიორგის და დედაჩემის და 12 ჯერ გაიქნა ხელი და 12 ნაკაუტი აკეთე. ეს რა თქმა უნდა ვასესტალითან გამოვიძახეს. ეს გადარჩენილია არჩევანი ქონდა. ან ვესის გუნდში უნდა გადმოხვიდეო, ანდო ციმბირიო და ადგა თუ დადის და სადო თბილი დასასრულის ჩასალაგებლად და ჩაიქნე ხელი. და ალბათ ესეც იცოდნენ, მაგათმა იცოდნენ რომ შანსი არ იყო რა, მაინც დაწვებოდნენ, რაც არ უნდა ყოფილიყო. უბრალოდ მართლა სასწაული კი არა, სასწაულების სასწაული ჩაიდინეს. ბატონო და რა თუ ახალგაზრდა თაობამ სხვა შორის აი ჩემმა და ჩემზე უფროსმა თაობამაც კი არ იცის იმ ისტორიის შესახებ, როცა ბატონ ოთარს პეტრეს ქალაქში პატიჟებდნენ და აი რბილად რო თქვა სარფიანზე უკეთეს კონტრაქტს და საოცარ შეიძლება ითქვას, ну იმ პერიოდისთვის ხაბრულ პირობებს თავაზობდნენ. მოდი და აი ეს გავიხსენოთ რა. იმიტომ რომ ეხა პიტერი, ყოველთვის პიტერი იყო, ხო? ეხა სოფლიო ხალხის კულტურის და ქალაქი მუზეუმი. სანამ დინამო თბილისში გადმოვიდო და ქუთაისში თამაშობდა, მოგეხსენებოდა, იქიდან ისე იგი ჩამოვიდა თბილისში და წასულიყო პიტერში. თავაზობდნენ ნევსკიზე და ეს ერთ-ერთი დიდი გენერალი იყო. ოს და ლენინგრადის სპარტაკის შემადგენლობაში ეთამაშა. 4 ოთახიან ბინას თავის ნევსკიზე და იმ ფულზე და მანქანაზე და იმაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. ნუ იქ ყველანაირი პირობა სპეცკვება და ის ნუ იქ უკვე შედიოდა როგორც და ის უთხს რომ მხოლოდ წაწიწკრიდა რომ გადავისა ურნაში რომ ჩაუშვებ ნუ მხოლოდ. აბა მოწნება. ну მანდ და ბატონო და რა კრამი იყო თუ არა თუ არ არის საიდუმლო ხო აი რითი დაფასდა იმიტომ რომ სხვა ჩვენს საიდუმლო არა უბრალოდ აგავდა დამეთაქვე შემდგომ უკვე კოლკას ჩვენი ჯერიუგინის რაღაც ისტორია რომ ისიც ნუ ეხა სად ნუ ეხა უნებრივია კოლკას მოკრძალებული ის მაგრამ მოგრძალებული ჩხალებში გაგებთ ეხა ნალილიგრადსკი შანსე უარი თქვა ის უარი თქვა მე კოლკა დიღმის მასივში აღმოჩნდა აი თუ კონდა უკეთესი პირობები ბატონ ოთარს აი იმ დამსახურებების რა ჩამოთვალე ხო ბოლო კაცმა მოიგო ჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა და გუნდს მოაგებინა ჩემპიონთა თასი ხო კიდე ერთხელ ხას უსვა იმიტომ უსვა ამას რა ვიცი ბატონო ჯერათ რომ ჯერ აი ხა ცოტა არ მინდა თემას გადავუხირო ოდესმე ჩვენ საკლუბო დონეზე ისე გავძლიერდებით რომ ევროლიგას ნუ იგივე დღევანდელ ჩემპიონთა თასს მოვიგებთ არ ნუ ეხა ეს ხო ფანტასტიკის სფეროსაც აღემატება ხო ნუ ეს არ არის ნუ კლუბების მხრიდან დღეს მიდგომას თუ ავტომ დავწონით არანაირი შანსი არ არის იმიტომ რომ ჩვენ მაგ თვალსაზრისით ფინანსურად ჩამორჩით, ну რა ვიცი. არ ვიცი, საშინელებაა. საშინდათ რა. ჩვენ ვიღებთ აქ საუკეთესო ჩვენი გუნდი ალბათ 1%-ს იღებს იმისას, რაც მაგალითად იგივე CSKA, ну ჯერ კიდევ დღეს ხო, ეხა გამოქვეყნებული იყო CSKA-ს ბიუჯეტი, აი ხა გავლილი სეზონის ხო დასრულდა 2 მილიარდი რუბლი და ესე 2 მილიარდი რუბლი ნუ დღევანდელი აქვს საგალბო დღევანდელი 5 წლის წინ ქონდათ 500 მილიონი დოლარი წლიური ბიუჯეტი. როდესაც ჩვენ გუნდს ალბათ როგორია მესინა და პერიოდი რომ მაშინ ნუ ეხა ბოლო ეხა ის მოახერხეს რომ კირილენკო რომელიც არ არის ეხა ვეტერანებში პრაქტიკულად ჯერ არ გადის ხო საემბოა ასაკი ნორმალურია. არა ჯერ ეხლა დღეს ის საბჭოური დრო ხო არ არის რომ უგზავნდნენ 28 წლის შემდეგ თუ ნაკრების წევრი არ იყავი, გიგზავნდნენ კალაბურთის თამაშს რა. თქვენ ამას მოესარით ხო ბატონო? აი, მე მაშინ ჯერ პატარა ვიყავი. მაგრამ არა, მიხედველობაში მაგ თქვენი კარიერის მანძილზე ეს ეგრეთებული ტრიბუნაზე ვიჯექი, მაშინ ჯერ აღამილი არ იყავი დინამოში. ხო, და რა მიიღო ბატონო ოთარმა დაუბრუნდეთ რა, აი რა, დაფნის გვირგვინი შეიძლება ითქვას. კი. მაგრამ თავარი მიიღო რომ ხალხის უდიდესი პატივისცემა სიყვარული ეს კი თორე
ძველი დინამო თბილისის სტადიონი რო იყო, სადაც ადრე ეხლა უფროს თაობას ახსოვს, რომ ტაბლო ქონდა, ტაბლო არ იყო, ატრიალებდნენ უბრალოდ იმას, ციფრს გულს გაეტანენ და იმის ხის ტაბლო, ხო, ხის ტაბლო და იმის უკან იყო საცხოვრებელი. მეცინება. ასე ბატონო და როგორი მამა იყო მხედველობაში მაგ აი სპორტული კუთხით როგორც მწვრთნელი და დამრიგებელი ძალიან მკაცრი იყო? არა, ახლა სიმკაცრეზე ვერ გეტყვით, მაგრამ ისეთნაირად იტყოდა. დიახ. კამიკაძე უნდა ყოფილიყავი, აი რატო გეკითხები, ზე დამეთახმე თქვენ იყავით ერთ-ერთი აი ქართული კალბურთის ისტორიაში ყველაზე ორგანიზებული და დისციპლინირებული მოთამაშე რა. ეს აი შეურეღებელი თვალი ჩანდა რა. მხედველობაში მაგ ის ფიზიკური მომზადება და როგორც იხარჯებოდით, ხო, ეს ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ნუ აქ უკვე სხვა ფაქტორმა ითამაშა, სიმართლე რო გითხრათ. დიახ. ცოტა გავბრაზდი კიდევაც რა სიტუაციაში, საერთოდ ისეთნაირი ცნება იყო რა, რომ ისე იგი დიდი სპორტსმენის შვილი, დიდი სპორტსმენი თან ეგ არ თქვა. დიდი სპორტსმენი ვერასოდეს ვერ გამოვა. თან პარალელურად მიშა, რომელიც უკვე ლეგენდაა, თქვენი ალალი ბიძაშვილი ხო წარმოგიდგენია და ორი აი ამხელა წნეხის ქვეშ თან მაყურებელის ქართველი. კი ვამბობთ ხოლმე, მოდი ეხლა ცოტა გამხელილი ჯობს ობიექტური კი არა, ესეც სუბიექტური მაყურებელი მე არ მსმენია. ყოველთვის ქონდა სხვაგვარი დამოკიდებულება, სხვადასხვა პიროვნებების ან მხედველობაში მაგ სპორტსმენების მიმართ ზოგს ჰაერში აწევდნენ, ზოგს იმაშვებოდნენ, იმას ვიხსენებ ხოლმე, გვარს არ დავასახელებ სპორტის სასახლეში. მასონდერ მაჩი არ იყო ცუდი ბიჭი ისე პერსპექტიულად, მაგრამ ეს რატო ვიხსენებ, იცი თუ ვიღაცას აიყვანდა ხელში, ხო და უკან ნუ ჩემზე უფროსი თაობა ზის და ერთი მეორეს ეკითხება რომ ესო რა როგორ ფიქრობ აი რაღაცას კარგი სიმაღლე ქონდა და რა ვიცი რა უნდა ამისგან რა უნდა დადგესო რა პივას როსვავსო ბაგალი სახში მიაკო ხო და ეხა ხოც არ მოგიდგენია და ასე რომ აქცევენ ჰაერში და აი ბუნებრივია სულკურთხეული მიშა ქორქია ზეობის პერიოდში თქვენ მხარდამხარ მოგიწიათ თამაში არ იყო ასაკში დიდი განსხვავება ნუ 4 წელი სულ ნუ ეს უკვე ორივე და აი ამ ფონზე თქვენ აშკარად აღმოჩნდით პრესის ქვეშ ხო ანუ მაყურებელი უკვე არც ერთ შემთხვევაში არ გაგიხილავდათ როგორც საკმაოდ კარგ სტაბილურ ჩამოყალიბებულ შედეგიან მოთამაშეს არამედ უშუალოდ აი ქორქიების დინასტიის წარმომადგენელს და თქვენგანაც ზუსტად მოითხოვდნენ არანაკლებ თამაშს და კლასს რაც ჰქონდა მიშა ქორქიას ეხლა მიშა საგანუმეორებელი იყო ეხლა იმიტომ რომ მე მიშას თამაშს მოვესარი და მქონდა ეს ბედნიერება მენახა მიშა ან ისიც იყო ეხლა ყველას უნდა რომ შვილი მამაზე უკეთესი იყოს ხო ეს ყოველთვის ასე და ამას ახლა ოთარაზე უკეთესი როგორ გავხტობოდე როდესაც 52 წელს აღიარეს სოფლიოში საუკეთესო კალათბურთელად ხო მან უკვე რაღაც ის არის ან სხვა სპორტში უნდა გადასულიყავი ან რაღაცა უნდა გაუკეთებე ეს ყოველთვის პრიაძე დაამთავრა სკოლა და საგარეო ვაჭრობის ინსტიტუტი იყო ასეთი. დიახ. დიპლომატიური ინსტიტუტის შემდეგ ეს იყო ყველაზე პრესტიჟული რაღაცა და მე ვლოდებოდი, იმიტომ ინგლისურსაც ვფლობდი და წავსულიყავი. მაგრამ აი ეს ვერ გადავხარშე რა ჩემში, რომ აი როგორ ისე იგი დავთმო, ანუ რასაც იძახიან, ისე იგი იმ გზით უნდა წავიდე, არ გამოვა ჩემგან მოთამაშე. და წავიდე იქ და ასე დავრჩე რა იმაში. აი ვერ წავედი, მაგრამ შევედი დარბაში და ბატონ ლეონ რომ ამიყვანა დინამოში. ის გერო 79 წელს იყო, ნუ დარბაში ვიყავი დღეში 7 საათი. დიახ. 6-7 საათი, აქედან 3 საათი ესე იგი იყო დრიბლინგი, სროლა, დრიბლინგი, ინდივიდუალურად, საერთოდ არავინ არ იყო, მარტო. და დანარჩენი 4 საათი ახლა კიტებთან ერთად ვარჯიში ხო მე გითხარით რომ ერთი რაღაც მომენტი დიახ ეს ერთი პირველი ვარჯიშია დინამოთელი და ვარ მისული უგრეხელიძე მოსეშვილი ალთაბაევი ლეჟავა ანუ არის დიდი კოჰორტა ლეგენდების რომ მინაშვილის გარდა ყველა თამაშობს დიახ ეს არის ხალხი ვინ ჩემპიონატში მოიგო ახალგაზრდები მივედით ერთდროულად ჯგერენა მაღალთაძე ჭეიშვილი და მე რა ახლა თამაშობთ რა მესამე ხუთეულში ვარ და ხანდისხან ვეთამაშებთ პირველ ხუთეულს მეორე ხუთეულს ჯეიშვილი ჩვენი ნუგზარი ხო ნუგზარი ჯეიშვილი ხო
გაგვაყენეს ახლა პირველი ხუთეულის წინააღმდეგ, პირველ ხუთეულში ახლა ალთაბაევი და უგრეხელიძე არიან. ნუ მოსეშვილი თავისთავად ანზორი იყო და მეხუთე თუ არ ვცდები ნარიმანიძე იყო თუ არ ვცდები. ნუ ახლა არ აქვს ამას მნიშვნელობა. ალთაბაევს ვიჭერდი და ამ დროს რაღაც ბლოკი გაკეთდა და მოხვდი უგრეხელიძესთან. ეხლა წლების განმავლობაში ხო დავდიოდი სპორტის სასახლეში და ვიცი უკვე შესავლელი გყავდა. ვიცი ჩერდება ხაერში, ანუ ჯერ არ უნდა ახვდე. ახლა და პაუზა გავაკეთე. ჩემი ჭკუით, მეთქი 17 წელს. ნუ მე ავყვები ხაერში. ეხლა ტიცას დავაფარებ რა. ჩემთვის ვიგო დეგენერატული ჩემ დეგენერატული თავით რა ჯერ ერთი ვისთან ვის ადარებთ შენ თავს. და პაუზა გავაკეთე, ახლა და მე ავყევი, ჩამოვედი და ზევით იყო ტიცა კიდე. ესე გვიან ხო ავხდი? და რაღაც სასწაული რა, არ ვიცი. რაღაც აი ხარში ჩერდებოდა ეხლა, ნუ დიდხანს ყვები, მაგრამ ეს არის პატარა მომენტი, მაგრამ ეს პატარა მომენტი ხო იყო ასული. ავყევი მე ცოტა ხნის შემდეგ, ჩამოვედი და ისე ხარში. საოცარი. ბატონო და ალბათ ამეთანხმებით იცით, არ მინდა ეხლა არაფერი საერთოდ სუდის გახსენება, მაგრამ სუდზე არ საუბრობ, სუდზე კი არ საუბრობ. დღენიადაგ პატრიარქიც მოგვიწოდებს უშუალოდ ურთიერთპატივისცემაზე, სიყვარულზე, სიგეთეზე, სილბოზე, ხო? აი ნოდარ დუმბაძის მარადისობის კანონში აქ ერთი პერსონაჟის მიერ თქმული ასეთი ფრაზა, რომ რამდენჯერმე გარდავიცვალეო და აი სწორედ ასე შეიძლება შეოფასოთ სულკურთხეული მიშა ქორქიას ცხოვრება და მისი როგორც სპორტული კარიერის მანძილზე, ასევე შემდგომ. მიშა თავმად შეიძლება ითქვას, რომ მართლაც რამდენჯერმე მოკლეს. აი მე უბრალოდ რატო ვიხსენებ ამას, იცით, რომ ეს სამომავლოდ მაინც ელემენტარულად ჯერ ხერხემალ გამრუდებული ურთულეს მდგომარეობაში ხა მე ბევრჯერ მithქვას თქვენთვის მამაჩემი რომელიც ცნობილი ექიმი იყო პირდაპირ ამის მოედანზე გადადიოდა რომ არ შეიძლება ამ ხერხემლი თამაში რომ დარჩები შვილო აქ საერთოდ ვეღარ ადგები და შეიძლება სამუდამო ინვალიდად დარჩე კაცი რომელმაც უზარმაზარი ეპოქა შექმნა და ქართული კალათბურთი მართლაც გადაარჩინა უბსკულში ჩაშვებისგან, იმიტომ რომ რთული პერიოდი, თაობათა ცვლის პროცესი და კოლეჯი რეგინიც არაერთგზის აცხადებს, რომ სწორედ მიშას დამსახურება იყო, რომ კოლეჯი ჩამოყალიბდა უმაღლესი დონის კალათბურთელად და კოლეჯი რა იყო ეხა შემდგომ მიშა შემდეგ ქართული კალათბურთისთვის, ეს ყველას კარგად მოიხსენება. კაცი ახალ დამთავრებული სათამაშო იმაზე გაწირეს, ხო? გაწირეს. უსაღი რამდენიმე წელი. შემდგომ არ შეიძლება ეს პერიოდი არ გავიხსენო. კალათბურთში მიშა ქორქია მოდის და აკეთებს განცხადებას, რომ იმის გარდა რომ მე მიშა ქორქია ვარ, მე მაგ ბიზნესში ჩემ მეგობრებთან ერთად $1 მილიონ და აქ საუბარია 12 წლის წინანდელ პერიოდზე, მაშინ $1 მილიონ ძალიან დიდი ფული იყო, რომ დღეს ვევდებ და ეს არ იქნება ერთჯერადი ჩემი და ჩემი მეგობრების შემოწირულობის სახებით გაღებული თანხა და სერიოზული პროექტებით მოვდივარ და მაშინ ხო გახსოვთ ის სიტყვები ადე რასეკო, ჩვენი ადგილი კალათბურთში არ არისო და აი ეს დამძიმებული გულით წავიდა, მოვიდა ქუთაისის ტორპედო საფეხბურთო სამგზის საქართველოს ჩემპიონი, ქუთაისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია. ამდენი გულმა ვეღარ გაუძლო. რას ერჩოდა ეს ხალხი? ნუ თუ შეიძლება არათუ არ დაფასება, ელემენტარული პატივისცემა არ კონდეს იმ ადამიანის მიმართ, ვინც შენთვის დაიხარჯა და დაიღვენთა, ხო? აი ეს მაოცებს, რა, დღევანდელი ხა წინვალი შვიდეულია და არ შეიძლება რომ ნუ ვიქნებით მართლა, ხო? ძირფასო მეგობრებო, რომ ერთმანეთს ნუ დავამარცხებთ, თორე ჩვენი მძლეველი მართლა მსოფლიო რო გაერთიანდეს, ნამდვილად არ არის და არ არის ეს გადაჭარბებული სიტყვები. აი, რა სიტყვით ბადონო და რატო ხდებოდა ეს? აი, კაი სიტყვები თქვით რა, ერთმანეთს ნუ დავამარცხებთ. რატომ საქართველოში, აი, ნუ სამწუხაროდ, აი ეს ვერიტანენ ხვის კარგად ყოფნას. მიუხედავად იმის, რომ შენთვის იხარჯება, ხო, ეს ხო პიროვნული არ არის. ეხლა ვთქვათ მიშაზე. თავის დროზე თქვენ ალბათ არ იცით, მაგრამ თავის დროზე 65 წელი იყო, თუ არ ვცდები რა. ესე იგი მამაჩემი გუნდიდან გაუშვეს გუნდიდან. კასპაროვი 2 წლის წინ მოიგო ჩემპიონთა თასი და აღმოჩნდა ბჭყალებში გაგებით ზედმეტი და ნუ არის ახლა ჩავარდები თავათა ცლა რაღაცეა ახლა როგორ შეიძლება გაუშვეს, მაგრამ ირიცხებოდა მაინც დინამოს კლუბში, ირიცხებოდა მწვნელად, ხო? ეს საკალათბურთო სკოლა რო იყო, დინამოს საკალათბურთო სკოლა. მამაჩემის გახსნილია, დღეს რო იძახიან, რომ მინი კალათბურთი წამოვიდა პრიბალტიკიდან, ნუ რას უკაცრავად. 6 წლის ვიყავი, 58 წელი, ძალიან კარგად მახსოვს, რომ დავიწყე კალათბურთის თამაში რა.
ვარჯიში უბრალოდ თამაში რა დროს თამაში იყო 6 წლის და მახსოვს ის გადამღები ჯგუფი რო ჩამოვიდა ლიტვიდან და მამაჩემს კიდე შემოღებული იყო და აი დიდი მაგნიტოფონი და ასე დიდი ბაბინებით იყო რა მუსიკა იყო ესეთი ცოტა სტრაფი და მუსიკის ქვეშ ვარჯიშობდი და გვიღებდნენ გვისმენდნენ ასაწევ ჩამოსაწევი კალათები გააკეთა ესე 8 ასაწევ ჩამოსაწევი ანუ მე 6 წლის ბავშვი რომ მივედი ხო მე შემიძლია ბურთი ჩამეტენა იმიტომ ჩემს სიმაღლეზე დავუშვებდი და ანუ ბავშვობიდან უკვე სწავლობდი იმ ნაბიჯს მე სპორტის სასახლეში მაგალითად მაგ საჯარიმოს და ეს წინ პუნქტი იყო შუაში დავატყი ფეხი და კაპუსტინს ზევიდან გადაახტე ის ცნობილი ამბავი მანამდე მაგ ქუსლი დაბიჯებული უბრალოდ შიგნიდან საჯარიმოზე და ბურთი ზევიდან ჩადებული რატო? იმიტომ ბავშვობიდან ვარჯიშობდი ამაზე ეხლა უნდა გახდეს უკვე 17-18 წლის მაღალი და მიწვდეს იმ კალათს რომ დაიწყოს ბურთის ჩატენვა ხო? და ამას ეს სისხლში არ აგაკ აი როგორ მომენტალურად იმ ორ ნაბის რატო ვაკეთებდით აი ბუგზარ ჭეიშვილი თამაშობდა წინვალეთ თენგიზი ფიცხელაური წინვალეთ იმ სკოლიდან წამოსული ხალხი იმიტომ აი ყველა პირობები იყო შექმნილი დღეს ვერ შედიხარ ზამთარში და ბავში დარბაზიდან გამოყავს ფილტვების ანთებით ასეთი რამ არ იყო და ნუ ბადონოთარის დაბადებიდან სულ რამდენიმე დღეში 4 დღეში საიუბილეო თარიღი 90 წლისთავი რომელსაც ჩვენ თვის ბოლოს აღნიშნავთ ხო და იმედია ქართული გალბურთის მესვეურები აი სათანადო მართლაც აი ესეთ არა თუ მარტო ღირსეულ არამედ აი დიდ ზეიმად გადააქცევენ იმიტომ რომ ეს არ არის ალბათ ამეთანხმებით მარტო ბადონიოთარის იუბილე ეს არის პრაქტიკულად სრულიად ქართული გალბურთის იუბილე და ბოლოს იწურება ჩვენი გადაცემის დრო და ბოლოს მინდა კითხოთ ბადონოდარ ასეთი ზედიტგვაროვანი და საკმაოდ გრძელი დინასტია არ გქონდეს იმედი რომ აი უпроსორეთ იმედი რა თქმა უნდა გვექნება მაგრამ აი რომელი თაობიდან წამოეს კასმარისის უახლოეს მომავალში ქორქიების დინასტიიდან ეს უკვე კიდევ ერთი ქორქია ეს უკვე ჩემს შვილზე არის დამოკიდებული ახლა ჩვენ გაგვასწორს უყურა სიმაღლეში ახლა 28 წლის არის 1.98 მიშიკო მოგეხსენებათ 96 სანტიმეტრი გავუსტრო ну მაგრამ ახლა ლონდონში მუშაობს და ცხოვრობს ну როდესაც შექმნის ოჯახს და ვეხოცებ მეთქი დროზე ქენი და სანამ შემიძლია ვასწავლო სპორტს ვასწავლე არა და თქვენ კიდე ბევრი შეგიძლიათ გადაუჭარბებლად ვამბობ ამას კიდე ბევრი შეგიძლიათ და გეკითხებით რომ რა თქმა უნდა თქვენი შვილიშვილი საქართველოს მოქალაქე იქნება და თუ კი გალბურთს გაყვა ну მთლიანად საქართველოსთვის დაიშრება ის შემიძლია არც კითხოთ ну ეს აქსიომაა და არც კადროთ ბადონოდა სამწუხაროდ როგორც ჩამთასვლის შეჩერება ასევე ჩვენი დღევანდელი გადაცემის ბევრი რამ ჩვენ კიდე თკბილად მოსაგონარი მე თქვენი ნებართვით ვისარგებლებ და თქვენ პიროვნებას არაერთგზის კიდევ ვაახლებ ჩვენს მენელს იმიტომ რომ ქართული გალბურთის სადაგდღეებზე დღეს არაფერი გითქვას ბევრი რამ საინტერესოა ბევრი რამ პრობლემატურია აი ყველაფერი ამის შესახებ უკვე ძვირფასო მეგობრებო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარ ბადონ ნოდარ ქორქიასთან ერთად კიდევ შევხვდებით კიდევ დაგიბრუნდებით მე კი უპირატესად დღეგრძელობას და წარმატებებს გისურვებთ დიდი მადლობა